ბათუმის 11 საბავშვო ბაღში რემონტი მიმდინარეობს. სამუშაოები 25 აგვისტომდე უნდა დასრულდეს. სწავლა სექტემბერში განახლდება. ახალი სასწავლო წლისთვის ბაღების გაერთიანებამ 1332 აღსაზრდელი მიიღო. ბაღების სიმცირის გამო 3000-ზე მეტი ბავშვი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა. ბაღების გაერთიანებამ დღეს მედიატური მოაწყო და სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სამუშაოები მედიის წარმომადგენლებს გააცნო. მე მინდა ყურადღება გავამახვილო პირველ და მეორე საბავშვო ბაღთან დაკავშირებით, რომ აქ გაცილებით მძიმე მდგომარეობა იყო, მოსაწესრიგებელი იყო საპირფარეშოები, ასევე სამზარეულო, საძინებელი ოთახები. პირველ საბავშვო ბაღი, რომელიც მდებარეობს გორგელაძის 25 ნომერში, იხარჯება 64,965 ლარი, ხოლო მეორე საბავშვო ბაღი, რომელიც მდებარეობს ვაჟა-ფშაველას 5 ნომერში, იხარჯება გაცილებით ყველაზე დიდი თანხა, ის არის 114,965 ლარი. ეს ბაღი არსებობა მოიწვის 41 წელია, აქ არსებობს საბავშვო ბაღი. ბაგაბაღი იყო თავდაპირველად. შემდეგ 41 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთება. კატასტროფული მდგომარეობა იყო. არა მოწესრიგებული სვეტი, წერტილები, არა ცენტრალური გათბობა.